200 მეორე B კლასის მოსწავლეები გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს და წარმოგიდგენთ ჩვენი კლასის მოსწავლეების ახალი წლის ვიდეო კოლაჟებს. საქართველოს კუთხეები, მათი ტრადიციებიც მრავალფეროვანი და საინტერესოა. Სახალხო რიტუალს საქართველოს ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ, თუმცა მათი მიზანი ერთია. რაჭაში საოცარი სიტყვებით ლოცავს მეყლე ოჯახს გვფარავდეთ მრავალ ძალის წმინდა გიორგი, შეგეწიოთ ყოველვად წმინდა ხოტევი და ნიკორ წმინდა აგარა და უღეში, ღმერთმა მოგცათ ლუგეში, თუ ოჯახი მეყლეს დასდის კარგად, მას კიდევ 3 წლით არჩევს. რაჭულ ახალი წლის უფრას ამშვენებს ლობიანი ღვინო, კაკალი, თაფლი და ვაშლი. სიზმრად ნახე გარეთოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა, თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები სვიოდა, ეზოში შემომეგდნენ მოსეინე წყვილები, კანფეტების ჭამის საგან შავი ჰქონდათ ყინები. გარეთოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა, თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები სვიოდა. გარეთოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა, თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები სვიოდა. ლიმონადში ბანაობდა, სიხნაში დიღაბუა, პატარებმა გააკეთეს შოკოლადის ბაბუა. მამამს დააჭერდნენ ნიკუშა და თამრიკო, ჩვენი მურას გარეთ იყო ყეფით ზოაიკნო. გარეთოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა, თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები სვიოდა. გარეთოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა, თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები სვიოდა. ნეტავმართლა მოახდება უცნაური სისხლარი, კანფეტებს სულ ვიღაცა მიცვალსოდინა ვინარი, ანგელოზი მომეყარა ძილში საფერცინალი, არ გათიმიტომ დამესმეთრის ეყრილის ვინარი. გარეთოვდა, მაგრამ სულ
კაფეები ხრიოდა გარე თოვდა მაგრამ სულად ციოდა თეთრი ციდან ფიფინდა კაფეები ხრიოდა გარე თოვდა შავსურები ახალ წელს წელწადს უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეკებებიან. ოჯახში საახალწლო არახს ხდიან, ლუდს ხარშავენ, დიასახლისების საახალწლო კვერცხს აცხობენ. ყველაზე დიდი სამეკლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკლეო კვერს გამოსხობის დროს უცქერია და რომელიც გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისთვის აცხობს ბედის კვერებს, თითოეულს თავისი ნიშანი აზის. გამოსხობის დროს ვისიც აფუძდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნება. ახალ წელს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს მასა და მოუხენაში ატარებენ. რაჭა ახალ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ რაჭაში. საახალ წელს აქ ორ ბატონს აცხობენ. ერთს ახალი წლისთვის, მეორეს კი ძველი წლისთვის. დიასახლისები აუცილებლად აცხობენ ადამიანის სახის კაცფასილას და ერთ დიდ პურს კერია ბერიას, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამჩხვებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას მეკლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შევა ლოცვით, შემოუდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი, მშვიდობის და შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის. შემდეგ წყლის მოსატანად წავა, მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს კერია ბერიას უნაწილებენ. მეკლეობის ტრადიცია მნიშვნელოვანია სვანეთით. ახალი წლის ღამეს სვანების სხვადასხვა სამეფოებს კიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკლეს მზად დახდეს. მეკლე კარებზე დაგაკუნებს. შემდეგი სიტყვებით ყორმუკია, კარი გამიღეთ ღერთ მილში, იხელმწიფი ჯორ ამღვე ყორმუკია. ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ. სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის. დიდ ჯვარი ამ პურზე დააწყობს, ტკბილე უძს და ვერცხლის ფულებს. უფროს უმცროსობით ყველას და უვლის და დღესასწაულს ულოცავს. სვანებს საშობაო სუფრაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხორცეულს. აქ შობას საკლავის გარაში არ აღნიშნავენ. იკვლება ბოხარი, უმეტესად კი ხორი. საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი, ხაჭაპური, ფხლოვანი, ფეტვრა. ტრადიციულად ხარშავენ ფხბოს ან დეკულის ბეჭს. ამზადებენ ღორის კუპატებსა და ძის ხორას, რომელიც წარმოადგენს უძველეს სვანურ გურიაში, ისევე როგორც სამეგრელოში, შობა ახალ წელს კალანდოვას უწოდებენ. ახალ წელს აუცილებლად იკვლევა წყობა გურული კვერები, კვერცხეთა და ყვინი, მზადდება კუპატი და საცი. კალანდოვის მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელიც აუცილებლად უნდა მოედეს. გურიაში ახალ წელს ოჯახის უფროსი ულოცავს ოჯახს. ჯერ მაღალსა და საბრძოლს მოინახავს. შემდეგ შევა სახლში წითელი ღვინი და დალოცავს ქვეყანას და ოჯახს. ახალი წლის ღამეს გურიაში მეალილოები დადიან და მღერიან. აგროვა
ამბობენ, რომ ფულს კბილავს და ხელს. გელოცავთ ახალს. გურიაში სულ სხვა გვარი სიყვარული იცშა, თეთრი მიქარ მოკარგული, ცეცხლი ფერი ნისლია, მასპინძელი შეკაჭუხებს გადაიღე საჭმელი, საიდანავ დაროსულებს იუმორი ამდენი, კრიმანჭური გაგაკვირვეს ზეცავ წვდება ბანები, სულ სხვა ერთ გიღიმიან გურიაში ქალები, სილამაზეს აქრომ ნახავთ ვერ იხილავთ მეორეს, გურულების ნახავთ იმას ვერ გაიმეორეს. გურიაში სულ სხვა გვარი სიყვარული იცშა, თეთრი მიქარ მოკარგული, ფერფლის ფერი ნისლია, დღესონფერი შეცვლება იქ გურია იწყება, სად ერთხელ გაიმხილე აღარ დაგავიწყდება. თავდაპირველად აწვავდნენ ბასილას. ოჯახის თითოეულ წევრისთვის ორ ბედის კვერს და თითო შინაურ ცხოველებისთვის. გამთენისას ოჯახის უფროსი ხონჩარზე ღორის თავს დადებს. ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედმე ბასილას ქანდაკებას დაასრულებს. ხონჩის ერთ გვერდზე დასაბერებლად თაფლში ამოვლებულ პურის უკმებს ჯამით მოათავსებს და ამთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართულში აბრამიანს უწოდებენ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ თამუნა ვერძაძე. მე აჭარაში საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. თვედა მოყოლებული აჩმა, სინორი, ბორანო და სხვა. მარცვეულ და განსაკუთრებით ხორბლის მთელ საქართველოში ნაყოფიერობისა და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება. ამიტომაც ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში ყრიან მარცვლეულს და თან ილოცებიან. მე ახლა შემოგთავაზებთ და გავაკეთებ აჭარულ ერთ-ერთ გამორჩეულ კერძ სინორს. სინორისათვის საჭიროა პურის ქვისგან გამზადებული ფენები, კარაქი და ნადუღი. რომლე ჩავაწყოთ ფენები. უკვე მოვამზადეთ ჩვენი ფენები. ახლა უკვე ნადუღის ძერია. ახლა კი დავასხათ ადუღებული გამზადებული ნადუღი. ახლა კი დავაფარო თავზე.
მერე დავწვათ კარაქი და დავასხათ. Დავასხავთ კარაქს. აი ჩემი გამზადებული სინორი. გეპატიჟებით ყველას. იმერეთი სხვა კუთხეებისაგან განსხვავდება სამზარეულოთი და უგემრიელესი კერძებით გამოირჩევა. მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსი ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოუვლის სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას შესთხოვს. ხონჩაზე ღორისთავი, მწვადი, მოხაშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ულაგიათ. თოვის პანდელებო, თეთრად რომ დაბარენ თები. ველგან რომ ჩერდები, ჩემს ხელის გულებზე ასე მალე რატომ ხები? ფიფქებო, ფიფქებო, ქათქათა ფიფქებო. ფიფქებო, ფიფქებო, ქათქათა ფიფქებო. Kveni mosla Roma se mi haria ricita bat Mida voge perot katkata pikebo Zodachni nusan nuzachwa Pikebo, pikebo Katkata pikebo Pikebo, pikebo Katkata pikebo Pikebo, pikebo, katkata pikebo. Pikebo, pikebo, katkata pikebo. სამეგრელო. სამეგრელოში ახალ წელს კალანდობას უწოდებენ და თოფებით სროლით ეგებებიან. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი სახლიდან გარეთ გადის. ხელში ჩიჩილაკი უჭირავს და რიტუალს ატარებს. შემდეგ სახლში შემოდის ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს და საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ღორის თავი, ხაჭაპური ხილი და სხვა სანოვაგიარაგია. საუზმის დაწყებამდე მეკლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით დააბერებს. Zazerti kasi midiona, Goliath imedemi, Armediliana da soneba, Tulia, Gotzaket we end, Shromata itzke, Gotzaket we Mashim kachevi, Gotzaket we end, Shromata itzke,
მაშინ გაჩერდი გამო მოდი გამოვატმან მოდი ოქროს ნისკაც მაღლაწევს საქართველოს დიდებნად მრავალ ახალწელს ჩემი გული სიხარული რა თქმა უნდა ახლაც წგეს მშვიდობა და სიხარული მრავალ ახალწელს ყვარს ქართულად, ძულს ქართულად, წუხვარ ქართულად, ღერი ქართულად, მადლობა ღმერთს ნებადართულად, შანსი მქონია არ მომირთხამს ფეხი თათრულად, ვსივარ და ფეხი ფეხზე მიდევს, ესეც ქართულად, თარგმნეთ რუსულად, კი ბატონო, თარგმნეთ ფრანგულად, მე მიყვარს, მე ძულს, მე წამს, მე მღერი ქართულად, ყოველად ქართულად, ყოველივე მიყვარს ქართული, ამიტომაც ვარ ქართველებთან წალგამართული. გავს ეს სახლი ყვავალი მშრომელისა, მზითა და სითბოთი, ბეღელი პურით, მარანი ღვინით, ახორი საქონლით, კერია ფრინველით და გული საცნობებით. აზჟამულა ეზოკარი, ყოველი ქართველისა, ბადიშებით, შულთაშულებით და მათი შულებით. დაუშვათ მდინარეთ იდინე ბედნიერბო ჩვენს ქვეყანაში. არ მოუშალო გონიერი კაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრის თვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასტუმალს, ყველა მშრომელს, რათა დილით ადგეს, ნაღოს და ნედისა, შემომქმედო